პირველი პოდკასტი, ზოგადად საქართველოში, პირველი ინტერვიუ, სადაც შემოყვედი სტუმრად, შემთხვევით ძალიან. ბოლო იქნები. მიზანი არ არის ძვირფასო საზოგადოება, რომ მე თქვენ მოგეწონოთ. ჩემი მიზანი არის, რომ მე თქვენ ჩაგაფიქროთ. ასტროლოგიურად არსებობენ თუ არა ნიშნები, რომლებიც ყველაზე უფრო ხშირად აშულებენ ბავშვებს. ეხა მეცემიან ეს ნიშნები, მაგრამ არა უშავს, აიტანთ. როგორ შეიძლება ჩვენი ცხოვრება წავიდეს, როდესაც ცხოვრობ მერწყულით და ამ დროს ხარ კურო. ამის მერეც თუ ვერ მიხვდება ხალხი, რატომ უნდა იცოდნენ თავის რუკა და აღარ არის საშველი მართლა. გაშვილებული ბავშვის რუქის დადგენის მერე შესაძლებელია თუ არა მისი ბიოლოგიური მშობლის მოძიება. სავარაუდოდ აგრესიას გამოვიწვევ. ყველა მიცის, რომ შენ გამჩენს აქვს სიმსივნე. სად აქვს სიმსივნე? მკერდზე, ხო? ხო. მკერდი რას უკავშირდება? თვარე რას უკავშირდება? დედობას ასტროლოგიაში. გამომირთეთ მიკროფონი. როგორც კი ბრიჯის ჩაუგდე ჩემი გამჩენის მონაცემი დახედა თუ არა იმ წელს მითხრა რომ ეს არის ეტეშენიო. ხა, დღეს ის არის პოპულარული და კაი ტიპად ითვლება TikTok-ზე გესმის და ამ დროს არიან გიჟები. არა, ხა გიჟები არიან, აბა რა არიან, უკაცრავად. არ გამოდის რომ ზივარ და გლანძღარ. არ არის პრობლემა და მოგწადით. აი მრქებუნებს ვერც კერ დაახერხავს. დაატეხავს. მაგრამ ამას არ აღიარებ. რა ხდება იქ?